მოგესალმებით, ჩემო კარგო ადამიანებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც პირველად მოხვდით დღეს ჩემს არხზე, და ადამიანებს, რომლებიც არ იშურებთ ლაიქებს, კომენტარებს, იმისთვის, რომ არხს შეეშველოთ. და დღეს მოვედი, რას მოგვიყვება ტარო აი ეს ტიპის გაშლით, ანუ თავშივე არ ჩავდე ენერგია და არ მივეცი მიმართულება ჩემი მხრიდან, არ დავარქვი სათაური. ვნახოთ, საით წაგვიყვანს თვითონ დასტა და არკანები პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. ვისთვის არის გაშლა, ჯერ ეს ვნახოთ, მაინც. ოხოხო, ეს რა არის? 4 არკანი ერთად გადმოფრინდა. ამ ხელა დახასიათება გინდათ? გჭირდებათ? ხო, მთლად ისეთი მარტივი ენერგიების პატრონები არ ხართ. არ გამოვრიცხავ სამხედრო მიყურებდეთ, არ გამოვრიცხავ მიყურებდეთ ექიმი, ფორმიანი ადამიანი და ამავდროულად ადამიანი, რომელიც სხვათვის ერთ-ერთი მაღალი არკანით ხართ აქ ამასულები და ადამიანი, რომელიც სულ იღწვის სრულყოფილებისკენ, ბალანსისკენ, ზუსტად იცის რაც რა მოყვება, ძალიან ისეთი ლოგიკური აზროვნების და საკმაოდ ძლიერი ადამიანია, რომელიც ნებისმიერი ბარიერის გადალახვისთვის არის მზად, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე არასასიამოვნო სიტუაციებში, ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება, ხშირად დგას მიჯნასა და ზღვარზე რაღაც სიტუაციების და ადამიანი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან დიდი განკურნების ნიჭით იყოთ დააჯილდოებული. ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ ის ადამიანი, ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა დაიცეს, იმდენჯერ წამოდგება. ნახეთ, ჩემო კარგო ადამიანებო, ოღონდ. აქ ისეთი ენერგიები მოდის, რომ დიდად მადლიერი ბევრი ადამიანი გარშემო არ უნდა გყავდეთ და რატო გეტყვით? როგორც წესი, საერთოდ ამასაც რომ არ ვუყურო, ხო, ისედაც შემიძლია გითხრათ, მაგრამ იმედენად დიდი ძალა მოდის ენერგეტიკულად თქვენგან, რომ როგორც წესი, ძლიერი ადამიანები არ უყვართ. იცით რატო? მოუხერხებლები ხართ. აი, არაკომფორტულები ხართ სხვებისთვის, ხო? ძლიერი ადამიანი არის არაკომფორტული. იმიტომ რომ ძლიერ ადამიანს ვერ მართავენ. იმიტომ რომ ძლიერმა ადამიანმა იცის რა უნდა საქმე თავს უსმენს, ხო? და მზად არის რომ ნებისმიერ სიტუაციაში, რაც მისთვის არ არის მისაღები, იმაზე უარი თქვას. თქვენ გაქვთ სასწაული მოთმინება, რის იმეშვეობითაც შეგიძლიათ, არ ვიცი, აი რაღაცა თქვენი მიზნისთვის ყველაფერი გაიღოთ. თქვენ გიყვართ ცხოვრება სიბინძურის გარეშე. და ნებისმიერ ფასად გინდათ რომ ბედნიერები იყოთ, ხო? თქვენ ძალიან ძლიერი ფესვები გაქვთ, რომელსაც ესე ვერ მარტივად ვერ აღმოფხრიან, ვერ დაანგრევენ, ვერ გაკაფავენ. ასე რომ თქვენს ასე ვთქვათ ყინულის პრინციპებს ვერ დაარღვევენ მარტივად და ასე ვთქვათ, ვერც თავიანთ ჭუჭხს შემოიტანეთ თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ისეთი მორალური პრინციპები გაქვთ, ძალიან დიდი რწმენა გაქვთ და საკუთარი თავისად ძალიან გჯერათ. თქვენ წამსვლელი ხართ ყველაფერზე, თქვენი სიმართლისთვის და ბედის დარტყმებსაც, ცხოვრებისეულ დარტყმებსაც ძალიან მარტივად აიტანთ. თუ მიზანი გაქვთ ხო იმ მიზნისთვის და ნებისმიერი შტორმიდან და ქარიშხლიდან შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად გამოხვიდეთ და არც ერთ შემთხვევაში არაფრის ფასად გამყიდველს მოღალატეს არ დაუდგებით გვერდში და არ გადაარჩენინებთ თავს. აი საჭიროებაც რო გქონდეთ ეს ადამიანს დახმარებასაც არ სთხოვთ. მიმიხვდით ხო რისი თქმა მინდა თქვენ არ გეშინიათ ტკივილის. თქვენ ნებისმიერ ომს გადაიტანთ. ესე ციტყვით ამასაც გავივლი. ნებისმიერი თქვენი ჭრილობა არის წინაპირობა უფრო მეტი სიბრძნის, უფრო მეტად ცხოვრების ამოცნობის სიღრმეებში ჩასვლის. და რაც არ უნდა ესეთი ყინულოვანი და ძალიან ისეთი ცივი ენერგიების ადამიანად ეჩვენებოდეთ ხალხს, ხო, შინაგანად ძალიან დიდი სინაზე და დიდი სითბო გაქვთ. კარგით.
აბა ესე 4 არკანით რომ გამომეცხადეთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რის გამოც ხეთხართ ახლა და უყურებთ ეკრანებს, ხო? გაშლას რა ამბავია, რამ შეგაწუხათ? რამ შეგაწუხათ? ნახეთ ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენს ცხოვრებაში ახლა არის ძალიან გარდამტეხი პერიოდი, რაც დიდი ალბათობით უკავშირდება არც მეტი არც ნაკლები ქალბატონს, რომელიც თქვენთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ან მამაკაცს, სქესის მიხედვით გადაათამაშეთ, ხო? საბედისწერო აღმოჩნდა და რომელმაც თქვენს ცხოვრებას ფორმა უცვალა პირდაპირ მნიშვნელობით. გაგხვიათ ძალიან დიდ ლაბირინთში, ამავდროულად ძალიან ისეთ უიმედობაშიც ჩაგაგდოთ, პრაქტიკულად თავზე ჩამოგანგრიათ რეალობა. აი ეს თქვენი ყინულის ხელმწიფე თუ დედოფალი, როგორიც ხართ, თქვენი სიძლიერით უცებ გაგტეხათ. არ გამოვრიცხავ რომ ეს ქალბატონი იყოს ან მამაკაცი დაოჯახებული. და დღეს პირადი ცხოვრების ხაზები ბევრად მნიშვნელოვანია. რას უკავშირდება? აი ზუსტად რა, სანამ გამეღიმა და ამოვიდა კიდეც არკანი. აქ სამკუთხედი კი არა, 4 კუთხედი გვაქვს ჩემო კარგო ადამიანებო, დიდი ალბათობით. და თქვენ ხან იქეთ გადახტებით, ხან აქეთ გადმოხტებით, ვერც ძველს ერევით, ელევით, ახალიც გინდათ. და მაგის არკანი საკმაოდ ბევრ მანიპულაციას მიმართავთ, კი ბატონო, აგერ არის თქვენი სტაბილური პარტნიორი, რომელთანაც საკმაოდ წარმომადგენლობით გამოსვლები გაქვთ საზოგადოებაში, მაგრამ რეალურად მტრისას და ავს ისეთ ემოციებში ხართ. ამ თქვენს პარტნიორთან დღეს ვისთანაც ცხოვრობთ, თქვენ პრაქტიკულად არაფერი არ გაქვთ. შეიძლება არც ხართ ერთად და უბრალოდ შორს ხართ. არც გინდათ რომ იყოთ ერთად, ან ერთჯერ ქვეშ ხართ და სხვადასხვა ოთახში. ან ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ვაი იმ ურთიერთობას. ძალიან მტკივად. მეგობრებო, ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ნახეთ. ჩემთან მოსული ადამიანები ხშირად როცა მიყვებიან თავიანთ მეწყვილეზე, ხო, პარტნიორზე რაღაცას, აი პირველ ორ წინადადებაში უკვე ხვდები ის პარტნიორია რეალურად დამნაშავე ამ ურთიერთობის გაფუჭებაში თუ უბრალოდ ამათ არ უყვართ. და როცა მათ მონაყოლ ტექსტს ბოლომდე მოვისმენ და მე იქეთ ვუყვები ხოლმე იმ ადამიანის დახასიათებას, გაოცებულები მიყურებენ, იმიტომ რომ იმდენ პასაჟს იჭერენ, რომ არასწორად შეაფასეს, რეალურად ის არაფერ შუაშია. ნახეთ, თავარი პრობლემა ურთიერთობაში არის უსიყვარულობა. ან უკვე აღარ სიყვარული. თლად დამანგრეველია თავიდანვე უსიყვარულობა. აი უკვე აღარ სიყვარულს კიდე რაღაცა შეიძლება სადღაც შეაშვენ. დამიჯერეთ, რომ ძალიან ხშირად შეიძლება ადამიანი მიდიოდეს ანგელოზისგან დემონთან, მაგრამ იმ დემონთან უნდა დამთავრებული საქმეა, ვერაფერს ვერ შეცვლიშენ. უნდა და დამთავრდა. ეს სიყვარულია, ეს ნება, ეს არ ვიცი, კუნდალინის წვერებზე ხტომა თუ რა არის, უკაცრავად, მაგრამ ბოლოს მაინც იმქმედებას ჩადიან, რაც ესე ათამაშებთ, ხო რა ემოციაც ათამაშებთ. მაგრამ როგორც წესი, ზუსტად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი პრობლემა ის არის, იქ, სადაც სიმყარე აქვთ, იქ არ აქვთ სიყვარული. ანუ შეიძლება ყავდეთ ანგელოზი ცოლი, ანგელოზი ქმარი, ისეთი, რომ აი უნდა ინატრო უბრალოდ რა, შეიძლება 1%-იც არ იყოს, ზოგჯერ ისეთებს მიყვებიან ხოლმე იმ პარტნიორზე. მერე რა გინდა მეტი? არ უყვართ, დამთავრდა. არ ვიცი, მაპატიეთ, შეიძლება შეიყვარონ სუბკითხოფაქცევის ქალი, მახინჯი, არ ვიცი, 120 კილო, არავის წონით მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ აი სწორად გამიგეთ რას ვამბობ რა. და სახლში ყავდეთ, არ ვიცი, რაღაცა მართლა ფერია, პრინცესა, მაგრამ იმისკენ მიდიან, იმისი ენერგია იზიდავთ, ის ან უყვართ. ეს უბრალოდ არ უყვართ, არ არის მათ განზომილებაში, მიმიხვდით?
წონაზე კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით რა ძალიან გთხოვთ სწორად გამიგეთ რა კონტექსტშიც ვთქვი ხო თორემ მეწონით არ ვაკლინებ ზოგადად ადამიანებს რა სწორად სწორი გამგები გამიგებს იმედია ხო ნუ აი უცებ რომ რაღაცა კონტრასტი იმხელაა რომ წესით აქეთ უნდა რჩებოდნენ მაგრამ იქით ეკაჩებათ რაღაც ენერგია აი ეს ამბავი გჭირთ ახლა თქვენ აქ არა მე იმას არ ვიცახი რომ იქით ცუდი ადამიანი არა უბრალოდ არ გინდათ რა ის მდგომარეობა სადაც ხართ მტრისას დავს ისეთი მტკივნეულია კარგით მოდით ახლა ვნახოთ მაშინ რა იქნება ეს რა გადახდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ვიღაცას აი საჯაროდ გიხდით ბოდიშს მაპატიეთ ნამდვილად არასწორად ვთქვი ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ წონაზე არ მინდოდა ეს აპელირება სხვა კონტექსტში ვთქვი და სხვანაირად გამომივიდა და მაპატიეთ აი საჯაროდ გიხდით ბოდიშს თითოეულ თქვენთაგანს თქვენ იცით რა კაი ტიპები ხართ შვიდობის მოყარე ტიპები არ გინდათ რომელიმე მხარეს აწყენინოთ ძალიან უფრთხილდებით სწორი ადამიანი ხართ რა იმ დახასიათებით პრინციპში სხვანაირად ვერც ვიტყოდი მიუხედავად იმისა რომ აქეთ მხარეს საშინელი ტვირთია ურთიერთობა და მეორე მხარეს სიყვარული გაქვთ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ სიყვარული მიჩანს მზრუნველობა მიჩანს გაგება მიჩანს აქ არ არის ნება და კიდევ ერთხელ განმეორდები აქ არ არის წვერებზე ხტომა კუნდალინის აქ რეალურად გრძნობა აქეთკენ სტაბილურობა გაქვთ, აქეთკენ უფრო მსუბუქი ენერგიებია, აქეთ ძალას იკრებთ და ვაიმ ძალის მოკრებას თან იბრძვით და აქეთკენ მოკლედ ზუსტად იცით რომ თუ წახვალთ იქით ფინანსურადაც გაიჭედებით. ხო, ნახეთ, ამ თქვენს პარტნიორთან აღარაფერი გაკავშირებთ, უკვე მკვდარია ყველაფერი და ემოციები ახალ გზაზეა გაჩენილი. თქვენ ახალ ამბავს მოგხსოვთ. წახვალთ. არა. წასვლით არ წახვალთ, ჯერჯერობით არსად არ წახვალთ. ძალიან მძიმე პერიოდებიც გექნებათ. ახალის დაწყების წინ. ეს რას უკავშირდება ბედის წერა მითხარი? დამიზუსტერა. მართლა ტოვებთ? კი. თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ მეგობრებო და წახვალთ იქით, სადაც სული გაჩებათ, სადაც თქვენი ადამიანია. არჩევანს გააკეთებთ, თქვენ და გადაწყვეტილებას მიიღებთ. ძველს რას უზავთ? სამშაბლოს არკანით გაანულებთ ყველაფერს, ახალ ცხოვრებას დაიწყებთ, სადაც ემოციებია. კი. სადაც ფორმას უცვლით თქვენს ცხოვრებას. სადაც მიჩაჭულობა გაქვთ. სადაც აი რომ იტყვიან აი თითქოს ბედიაო თითქოს აი მისტიკასაც აწერთ რაღაცნაირად ამ ახალ ადამიანთან შეხვედრას თითქოს ე წახვალთ გადახვალთ ადგილსაც იცვლით თქვენ ჩემი ბედის მართველი მე ვარ მე აღარ მაქვს დრო თამაშის მე ყველაფერი უნდა გავანულო და ახლიდან დავიწყო არ ვიცი ძალიან დიდი მფარველობაც დაგიდგებათ და თან თქვენ რეალურად ანუ სტატუსსაც მისცემთ იმ ყველაფერს სადაც წახვალთ აუცილებლად შეიძლება რაღაც სხვაობაც არის იმ ადამიანთან ვისთანაც მიდიხართ რაღაც სხვაობა გქონდეთ მაგრამ რაზეც ოცნებობდით იმ ოცნებას თქვენ აისრულებთ კი ახალს, სრულიად ახალს ქმნით. და ეს რა,
კი, ეს უკან რჩება, всё. დაკიდებული მამაკაცის არკანით მთელი ეს თქვენი ტრანსფორმაცია მთავრდება და ძალიან ჩქარობთ ახლის დაწყებას. ძალიან ახალი გზა, ძალიან გეჩქარებათ. ეტლის არკანით აბსოლუტურად ახალი ბილიკი მიდის თქვენს ბედის ხაზზე, სადაც არის სიყვარული, სადაც არის რომანტიკა, სადაც არის ურთიერთგაგება. და ამ ლაბირინთიდან საბოლოოდ გამოდიხართ. საბოლოოდ გამოდიხართ. ახალ სტაბილურობას გქნით. იქ და არ გამოვრიცხავ, რომ ახალი სიცოცხლეც ყავდეთ სამომავლოდ. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა ვისია გაშლა ვნახოთ. უი, ეს რა გადმოხდა, თავშით გადმოხდა რვიანი პენტაკლები. და მაგის არკანი, ოღონდ აქ ცოტა ისეთი მაგის არკანი აყვავია წარმოდგენილი მეგობრებო. ანუ მანიპულატორზე და ცოტა ისეთი ენერგიების მატარებელ ადამიანზეა, ეს არ არის ვთქვათ სუფიების ტაროს მაგი ხო, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება სხვადასხვა დასტის მაგებისგან. რა ვქნა, მე ძალიან მიყვარს აღმოსავლური სიბრძნე და სუფის ტაროზე, ну რა ვქნა, შეუცვლელია ჩემთვის ის დასტა. სულ მახსენდება ხოლმე გურჯიევის ნათქვამი, რომ თუ გინდათ რომ წარმატებული ადამიანი იყოთ, ისწავლეთ აღმოსავლური გაგება და მიიღეთ დასავლური ცოდნა. ძალიან მაგარი ნათქვამია თუ ჩაუფიქრდებით და მართლა არ ვიცი, ნუ სუფიებს რომ სიღრმეები აქვთ, ესეც აი გაგება მართლა უნდა შეგეძლოს რა და მე ვთვლი რომ ჯერ ბევრი ვერაფერი გამიგია და ძალიან ბევრი დამრჩა მიუხედავად იმისა, რომ ენრაოდენობით ლიტერატურა მაქვს აღმოსავლური ფილოსოფიის წაკითხული. კარგით, ამას გავეშვათ, უბრალოდ აი ამ არკანმა გამახსენა. და რა შემიძლია გითხრათ? საკმაოდ მატერიალისტი ადამიანი უნდა იყოთ. ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ფასად მზად არის, რომ საკუთარი კეთილდღეობა შექმნას, ძალიან კარგად გეხერხებათ თამაში, დიპლომატია, სადაც როგორ არის საჭირო ისე ისაუბრებთ, იქაურ ქუდს მოირგებთ, არ ვიცი, რუსთან რუსი იქნებით პირობითად, დაღესტნელთან დაღესტნელი, ოსთან ოსი, ვიღაცას ეტყვით რომ ბებია ჩემი, ესე ამ გენეტიკის ამგვარის ქალი იყო, აი ხა ულტრირებას ვაკეთებ მიმიხვდით ხო, მაგრამ ისე აი ყველასთან საერთოს რომ გამონახავთ და იპოვით რა. სხვაჩვენს ცოტა ისეთი ეშმაკუნა და მოქნილი ხასიათების ადამიანიც უნდა მიყურებდეთ. კარგით, აბა თქვენს თავს რა ხდება, რამ შეგაწუხათ, რატომ მოხვედით ეკრანებთან, რა ამბავია. აქაც იგივე სიტუაციას მიყვებით, აღარ მინდა ეს სამკუთხედები რა, აღარ მინდა. აქაც იგივე ამბავს მიყვებით. რა ვქნა, რაც არ უნდა თავი ვარიდო, აქაც ორი გზაა. არ დავარქმევ ახლა აქ არც სამკუთხედს, არც ოთხკუთხედს, უბრალოდ აქ გაქვთ რაღაცა ძველი ცხოვრება, აქ გაქვთ გიჩვენთ ახალი ცხოვრება, აქაც რაღაც მიჯნასა და ზღვარზე ხართ, ერთი მხრივ არის სტაბილურობა, სხვათა შორის სისუფთავე, მეორე მხრივ არის ძალიან დიდი სექსუალური ენერგია და სექსუალური მიზიდულობა და მოკლედ ბოდიშ ვიხდი
გაწყვეტა მომიწია გაშლის და ძალიან არ მიყვარს ხოლმე როცა გაწყვეტა მიწევს, მაგრამ რას ვისამთ. ხო და მაინც ორი გზა გაქვთ თქვა, ორი არჩევანი გაქვთ რა. თითქოს აი იქით მხარეს აი მიცით როგორი შეგრძნება გაქვთ, რომ ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ბრძოლის ფასად ეს ომი უნდა მოიგოთ. სტაბილურობაც კი რომ დავკარგო, ესეთი ენერგიები მოდის, ხო? მაინც ოცნებობთ იმ მეორე მხარეზე, რომელიც დიახ, აი მართლა ესე მგონია რომ პირველი ვარიანტი მეყურებთ, ახლა მეორე ვარიანტსაც, იმიტომ რომ აი თითქოს იგივე ინფორმაცია მოდის ნებისმიერ ფასად აი ბედის წერა, ბედად იღებთ ამ ადამიანს. აი თითქოს ეხლა ვიბადები ხელა, ახლა რეალურად ეხლა ვიწყებ ცხოვრებას. ანუ აი 60 წლისაც რომ იყურებდეთ, ხო? აი იმ ახალ ადამიანთან ფიქრობთ, რომ აი ის არის ზუსტად რაც მე მთელი ჩემი ცხოვრება მჭირდებოდა და მაკლდა. ძალიან დიდი სექსუალური ენერგია დგა აი ამ მეორე მხარეს. როცა ვამბობ ჩემო კარგო ადამიანებო, მე სექსუალურ ენერგიას, ეს არ არის არც შეურაცხყოფელი, არც ცუდად გასაგები, არასწორად მისაღები, ხო? იცით როგორი მომენტია, ნახეთ, სექსუალური ენერგია თავისთავად არის გარკვეულწილად ევოლუცია და რა კუთხით გეტყვით. ეს არის აი როგორც აი ძრავა რომ ძრავას რომ შევატაროთ, ოღონდ შეგრძნებების ძრავა, რომელიც აი აერთიანებს და აცოცხლებს ცნობიერებას, ქვეცნობიერს. ეს არის ბიოლოგიური განვითარების და ზეობის აი ძალიან ჩვეულებრივი ბუნებრივი კოდი. იცით როგორი მომენტია, აი შემოქმედებითი ძალაა რა, სიცოცხლის ენერგია, ეს არ არის მარტო ის, აი სულ ვამბობ ხოლმე რომ ლიბიდო ეს არ არის მარტო სექსუალური ენერგია, ხო ეს არის სიცოცხლის ენერგია, რომელიც თავის თავში ძალიან ბევრ რაღაცას ბადებს. თუ სწორად არის ეს ყველაფერი მართული ცუდი სიტყვა, აი აღქმული, ეს უფრო სწორია, ეს სიტყვა უფრო სწორია. რაც შეეხება ნახეთ, აი სამუდამო ხო ცხოვრებაში არაფერი არ არის, ყველაფერს აქვს დასწრის და დასასრული, ხო? უბრალოდ ყველას სხვადასხვა ვადა გვაქვს ჩვენ სიცოცხლისაც, კონკრეტული სიტუაციებისაც, კონკრეტული ამბისაც, ყველაფერი იშლება, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? არ ვიცი, მოლეკულები ატომებად, ქვიშამარცვლებად, წყალიწვეთებად, ხო? სიცოცხლე ამოსუნთქვებად, მაგრამ აი ბედის ხაზი მაინც ერთია, ხო? აი ხაზად რომ დადის შენს ხელის გულებზე, შენს გულზე, არ ვიცი, რაღაცა ერთგვარი, აი როგორ გითხრათ, აი მარადიულობა, ხო რაღაცა ხო არის, რომელიც შენი დასაწყისიდან დასაბამამდე რაღაცნაირად ესე ლაიტმოტივად გასდევს, ხო სიტუაციას. აი ეს მეორე მხარე ისეთი შეგრძნებები მოდის. თან ძველიც კი ბოლომდე ვერ გეთმობათ, მაგრამ ზუსტად იცით რომ უნდა შეიცვალოთ ადგილი, უნდა წახვიდეთ, უნდა იმოძრაოთ, ნაპირი რას მოგიტანთ არ აქვს მნიშვნელობა, ანუ გაგრიყავთ და ვთქვათ იქ რა დაგხვდებათ, ჯუნგლებში მოხვდებით და არ ვიცი მსხვერპლი აღმოჩნდებით ვიღაცის, თუ თქვენ ახალ ქალაქს ააშენებთ და საერთოდ ახალ რაღაცას აღმოაჩენთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ რა კი ჯერ კიდე ფიქრის დონეზე ხართ ნაპირზე, მიცვალებული არ გაურიყიხართ ხო არავის, ანუ რეალურად უბრალოდ ეს გრევის და ასე ვთქვათ ტრანსფორმაციის მერე ზუსტად იცით რომ ნებისმიერ ფასად უნდა გახვიდეთ და მერე რაც იქნება ესეთი მომენტი მოგდის, გესმით? კარგით, რას მოიტანს ეს ვნახოთ, აბა უბრალოდ რას მოიტანს. გასაგებია რომ თქვენ მიზნად გაქვთ და ამას არ შეიცვლით. ქურუმი ქალი. არ უნდა თქმა. რას მოიტანს?
რას მოიტანს ძალიან ისეთ აი მიუხედავად იმისა რომ ეს არის თქვენი ცით არჩევანია მაინც ხო შეყვარებულების არკანი აქ პირდაპირ უწერია სოულმათი თქვენი აი ასე მგონია რომ პირველ ვარიანტს ტყის ხალხი მიყურებთ ახლაც თქო სტაბილურობას მოგიტანთ მგეშინიათ აქ არაფერს დაკარგავთ აი ამ დიდი ტვირთების დიდი პასუხისმგებლობების დიდი ტრანსფორმაციების მერე თანხვედრა ურთიერთპარტნიორობა არ ვიცი აი ყველაფერი ისეთი მოდის რაც აი ძალიან დადებით სიტუაციებს შექმნის თქვენს ცხოვრებაში სამშევროს არკანით ყველაფერი განულდება და ახალი ცხოვრება დაიწყება მომენახე კიდე ერთი არკანით წარსულის ცხოვრებიდან რა მოყვება მე ამას სტაბილურობა წარსულიდან გამოხვალთ და მიუხედავად იმისა რომ ახლა და ამ ეტაპიდან შეიძლება რაღაცა ჯერ კონტურები ისეთია მკრთალია და არ ჩანს ყველაფერი კარგად და თითქოს აი ფიქრობთ რომ უცნობია ჯერ მომავალი თქვენ გონება და გული სინქრონულად სწორად მიგიყვანთ ანუ ნახეთ ორივე თან ხდება ცნობიერიც ცნობიერიც გონებაც და გულიც ანუ არც ერთი წინ ერთმანეთს არ უსწრებთ იმიტომ რომ თქვენ შინაგანაც სწორი ადამიანი ხართ მე წერანაც თქვი ეს ხვდებით რომ თამაშის დრო დამთავრდა და არც ის იმსახურებს ვის გვერდითაც ხართ ამდენ манипуляციებს და ბოლოს ახალი დასაწყისი გჭირდებათ აი იმ ჩიხებიდან და ნერვიულობიდან გამოსვლა და ფორმის ცვლილება ხო რეალურად იმისთვის რომ წინ იპოვოთ თქვენი გზა და იმ ორიდან სწორი გზა აირჩიოთ რომელიც მოგიტანთ აბსოლუტურ აი როგორ გითხრათ სიმშვიდეს და სისავსეს და აბსოლუტურად ახალ ციკლს სადაც თქვენ იქნებით თქვენ უბრალოდ და აღარ იწუწუნებთ მე ხო რომ იმიტომ არ მოგწონთ რაღაც რომ პარტნიორი ასეთი და ასეთი უბრალოდ თქვენ გაიაზრებთ რომ სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი მოგწონთ და სადაც არ არის უბრალოდ ყველაფერი არაფერი არ არის აი დაახლოებით ესეთი ენერგიები მოვიდა ოღონდ ძალიან კავდა მართლა პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთს არ ვიცი სხვა ადამიანები მიყურებდით ერთი და იგივე ენერგიებით თუ ერთი და იგივე მაყურებელის ენერგია დავიჭირებთ თქვათ ორივე ვარიანტში და გემშვიდობებით ნახვამდის